ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებში კრიტიკა შეიძლება იყოს კავშირის ნაწილი. ვიღაც ხედავს გვერდიდან, ასახელებს იმას, რაც ხელს გვიშლის და ეს ხდება ზრდის საშუალება. მაგრამ ეს მაშინ მუშაობს, როდესაც ადამიანს აქვს შინაგანი განცდა, რომ მისი ღირებულება მხოლოდ კონკრეტულ წარმატებამდე ან მარცხამდე არ დადის. მაშინ შენიშვნა რჩება შენიშვნად. ცალკეულ ქმედებაზე პირად ხედვად და არა პიროვნების განაჩენად. ასეთ დროს კრიტიკა ნამდვილად გვეხმარება. ის აზუსტებს საზღვრებს, მატებს რეალიზმს, ურთიერთობებს ხდის ცოცხალს, რადგან მათში სიმართლის თქმაა შესაძლებელი. ნარცისულ რეჟიმში კი ყველაფერი სხვაგვარადაა მოწყობილი. იქ კრიტიკა განიცდება როგორც პირდაპირ თავდასხმა იდენტობაზე, რადგან მესა და ჩემს ქმედებას შორის მყარი დისტანცია არ არსებობს. ნეგატიური გამოხმაურება ჟღერს როგორც არარაობის მტკიცებულება. თითქოს მე გავაკეთე რაღაც არასწორად კი არა, მე თვითონ არ ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო, დეფექტური ვარ. ამიტომ ნებისმიერი შენიშვნა ხდება იარაღი, რომელიც მიმართულია მეს ბირთვისკენ და რთავს არა დაფიქრების პროცესს, არამედ განადგურების შფოთვას. აქედან მოდის შეცდომების არიდების ლოგიკაც. შეცდომები აღიქმება როგორც უღირსობის დადასტურება, როგორც მთელი მნიშვნელოვნების გაბათილება ადამიანის. შიში აქ საკმაოდ გასაგები ამბავია, ხო? იმიტომ რომ კრიტიკა ტოტალურად ანგრევს საკუთარ თავს, როგორც ღირებული ადამიანის ხატს. იმიტომ რომ თუ ვინმე დაინახავს სისუსტეს, თითქოს ეს გამოაშკარავებს სიმართლეს. თითქოს მე საერთოდ არ ვიმსახურებ სიყვარულს და აღიარებას. ასეთი ტკივილი ეყრდნობა თვითშეფასების გარეგან საყრდენებს. განცდას, რომ მე სწორედ სხვისი გამოხმაურება განმსაზღვრავს. მაშინ ქება განიცდება როგორც არსებობის დადასტურება, ხოლო კრიტიკა შესაბამისად როგორც სტატუსის მყისიერი ჩამორთმევა. სტატუსისა მაქვს უფლება და ვითვლებოდე ვიყო ნორმალურად. ამიტომ დაცვა მუშაობას იწყებს რეალურ კრიტიკამდეც კი. ფსიქიკა თითქოს მუდმივი წინასწარი დარტყმის რეჟიმში ცხოვრობს. აქედან მოდის გადარჩენის ტიპიური გზებიც. მიღწევების გაზვიადება, შეცდომების დამალვა, შთაბეჭდილებების მართვა, იმ სიტუაციების არიდება, სადაც შეიძლება შეგაფასონ, ან უნაკლობის ნიღბის ტარება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ამას ხშირად გაცნობიერებულად სულაც არ ირჩევს. დაცვა ხდება ავტომატური ორგანიზება, რომელიც იცავს ღირებულების ესეთ მყიფე და მსხვერპლად კონსტრუქციას. მაშინაც კი, როცა არავინ გაკრიტიკებს, შიგნით გრძელდება დაძაბული მუშაობა შესაძლო სირცხვილისა და გაუფასურების თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად სიღრმისეული სურვილი სულაც არ ეხება აპლოდისმენტებს. საუბარია სხვა მოთხოვნილებებზე. იმაზე და იმის შესაძლებლობაზე, რომ დარჩე ნამდვილი და შეინარჩუნო კავშირი მაშინაც კი, როცა შეგეშალა. იმედი გაუცრუე, არ იყავი მართალი. არა დაემთვლიდნენ იდეალურად, არამედ ჩემი არასრულყოფილი და მოწყვლადი მე იყოს ასატანი სხვისთვისაც და ჩემი თავისთვისაც.